დახუჭე თვალები და გადადი იმ დროში, როცა რომი მსოფლიოს ცენტრი იყო. კოლიზეუმამდე, პანთეონამდე. იყო იმპერატორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ეს იყო ტრაიანე. რომის დროსაც რომის იმპერია ყველაზე დიდი გახდა. ის იყო არამხოლოდ დამპყრობელი, არამედ მშენებელი და შორისმჭრეტელი ლიდერი. მის დროს რომის იმპერია უდიდეს ტერიტორიებს მოიცავდა. ევროპიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკამდე, მაგრამ მისი ნამდვილი მემკვიდრეობა მხოლოდ ომებში არ დარჩენილა. ის დარჩა ქვასა და არქიტექტურაში. რომის გულში ტრაიანეს მარკეტია, ადგილი, რომელიც ბევრისთვის უბრალოდ ნანგრევია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ორგანიზებული სავაჭრო ცენტრი. ტრაიანეს მარკეტი აშენდა მეორე საუკუნის დასაწყისში და მისი ავტორია გენიალური არქიტექტორი აპოლოდოროს დამასკელი. ეს კომპლექსი მხოლოდ ბაზარი არ ყოფილა. ეს იყო მრავალფუნქციური სივრცე, ადმინისტრაციული ოფისები, მაღაზიები, საწყობები და შეხვედრების ადგილები. სწორედ ამიტომ მას ხშირად პირველ ნილსაც უწოდებდნენ. შიგნით შესვლისას გვხვდება სივრცე, რომელიც თავის დროზე სრულად ორგანიზებული იყო. 6-ზე მეტი დონე, დერეფნები, თაღოვანი გასასვლელები, ყველაფერი შექმნილია ისე, რომ ათასობით ადამიანს ერთდროულად ემუშავა და ემოძრავა. აქ იყიდებოდა ყველაფერი, რაც იმპერიაში არსებობდა. აზიური სანელებლები, აბრეშუმი აღმოსავლეთიდან, ღვინო გალიდან, ზეთი ესპანეთიდან. ეს ადგილი იყო რომის ეკონომიკის გული. მაგრამ ეს მხოლოდ ვაჭრობა არ იყო, ეს იყო ყოველდღიური ცხოვრება, ხმაური, მოლაპარაკებები, ვაჭრების შეძახილები, მონეტების შხარუნი, ადგილი, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ და გადარჩენისთვის იბრძოდნენ. და ამ ყველაფერს დღემდე ინახავს ქვა. ზოგ კედელზე დღემდე ჩანს წარწერები, ძველი გრაფიტი, რომელიც იმ დროინდელი რეკლამა იყო. ერთ-ერთ მათგანში წერია: აქ მარშა ყიდის საუკეთესო გარუმს. ეს პატარა დეტალი გვაჩვენებს, რომ რომში ქალებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ვაჭრობასა და ეკონომიკაში, მაგრამ რაც ამ ნაგებობას ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის, მისი კონსტრუქციაა. ჩვენთვის ცნობილი რომაული ბეტონი, ვულკანური ფერფლის და წყლის შერევის შედეგად ქმნიდა ისეთ მასალას, რომელიც დროს უძლებდა. თანამედროვე შენობები ხშირად რამდენიმე ათწლეულში ზიანდება. ტრაიანეს მარკეტი კი თითქმის 2000 წელია დგას. მიწისქვეშ კი სხვა სამყაროა, გვირაბები, წყლის სისტემები, საწყობები, სადაც მონები მუშაობდნენ, უხილავი ადამიანები, რომელთა გარეშე ეს სისტემა ვერ იარსებოდა. მაგრამ ეს ადგილი სრულად უსაფრთხო არ ყოფილა. აქ ხდებოდა ფულის გაყალბება, ქურდობა, ვაჭრობის თაღლითობები. ამიტომ ბევრი რომაელი ფულს ისერზე ატარებდა როგორც თილისმას და როგორც ყველა ძველ ადგილს, ამასაც აქვს თავისი ლეგენდები. ამბობენ, რომ მიწისქვეშ საიდუმლო გვირაბებია, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილს უკავშირდება. ამბობენ, რომ აქ იყო დამალული ტრაიანეს საგანძური და ზოგჯერ ღამით აქ თითქოს ჭრდილებიც მოძრაობენ. ზოგი ამბობს, რომ ეს არის აპოლოდოროს დამასკელის სული, რომელიც საკუთარ ქმნილებას არტოვებს. ტრაიანეს მარკეტი უბრალოდ ნანგრევი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც პირველად გაერთიანდა არქიტექტურა, ეკონომიკა და ქალაქის ცხოვრება. ეს არის მტკიცებულება, რომ რომაელები საუკუნეებით წინ იყვნენ. ეს არის ისტორია არა მხოლოდ იმპერიაზე, არამედ ადამიანებზე, მათზე, ვინც აშენა, ვინც ვაჭრობდა, ვინც ცხოვრობდა და მათზე, ვინც დარჩა დროის მიღმა. და როცა აქ დგახარ, ხვდები, რომ ეს მხოლოდ წარსული არ არის. ეს არის დასაწყისი იმ სამყაროს, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ეს არის რომი და ეს არის ისტორია, რომელიც არასდროს კრება.